Ცისრუია გავრცელებული ინფორმაცია მიუსაფარი ძაღლების კრემატორიუმში დაწვის შესახებ განცხადებას მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო ავრცელებს. დილიდან ცხოველთა უფლებადამცველები ამბობდნენ, რომ სხვადასხვა რეგიონიდან აყვანილი მიუსაფარი ცხოველები გორის კრემატორიუმში შეიყვანეს. გავრცელდა კადრები, სადაც შენობიდან კვამლი ამოდის. სააგენტოში აცხადებენ, რომ კრემატორიუმი მხოლოდ ნარჩენი მასალის ან უკვე გარდაცვლილი ცხოველების დასაცვავად გამოიყენება. კრემლის საქართველოსთან კავშირების განვითარებაზე ისევ ალაპარაკდა. ვიმედოვნებთ, რომ ცნობილი პოლიტიკური პრობლემების მიუხედავად თბილისთან ჩვენი ურთიერთობები თანმიმდევრულად განვითარდება, განაცხადა ლავროვის მოადგილე. კალუზინი ამბობს, რომ აქტიურად ვითარდება ეკონომიკური, სატრანსპორტო და ტურისტული კავშირები, შესაბამისად კი იმედოვნებს, რომ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობებით ქართული მხარეც დაინტერესებულია. სტრასბურგის სასამართლომ ფარას კანონზე საიასა და მედია ორგანიზაციების ერთობლივი საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო. უფლებადამცველი ორგანიზაციები დაობენ, რომ ეს კანონი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებებს და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დევნას. თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს 1 წლით პატიმრობა მიესაჯათ. დაკავებულები 7 თვეა პატიმრობაში იმყოფებიან და ციხეს 5 თვეში დატოვებენ. აქტივისტები ბექა გოცირძის საჩივრის საფუძველზე დააკავეს.